ასეთი წყალი მოდის ბორჯომელების ონკანებში წლების განმავლობაში. სასმელი წყალი განსაკუთრებით შემოდგომაზე და გაზაფხულზე იმღვრევა. ადგილობრივები ამ წყალს მხოლოდ ტექნიკური მიზნებისთვის იყენებენ და სასმელ წყალს წყაროებიდან ეზიდებიან. დასალევად არის საშინელი. ესა ყველასთვის მამნია ალბათ. აუცილებელია რომ დასუფთავდეს. ძალიან ბინძური. რომ ეს არ შეიძლება არაფერზე გარდა ტუალეტშიც გვეშინია რომ ჩავასხათ არ გაიჭედოს. აი გორნიუშენიდან უძიდავს ყოველდღე წყაროს წყალს. მაგით არც დაილევა ეგ წყალი. არც საჭმელი გაკეთება. მარტო სარეცხში თუ იმისათვის რომ სასმელი წყლის პრობლემა საკმაოდ მოგვარებული იყო ბორჯომელის კანონის რეაბილიტაციის პროექტი 2 წლის წინ დაიწყო. ტემპერატურა გამორჩეულმა ფირმა მასზე გაკეთებული სამუშაოები უკვე დაასრულა. დასრულებულია წყლის და კანალიზაციის ცენტრალური სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები ახლა მიმდინარეობს, სწორედ დაიწყება ძალიან მალე სახლებში დაერთების სამუშაოები, რომელსაც ჩვენ განახორციელებთ მოსახლეობა სამუშაოებისთვის არ გაიგებს თავის დაფერს. ეს სამუშაოებიც რამდენიმე დღეში დაიწყება ტენდერის გამოცხადებული. ტენდერის დამოკიდებული ტენდერის შედეგებზე დაიწყებას უმალე სამუშაოების შესრულებას. სოფელ სადგურში დაიწყო წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაც. თუმცა სამუშაოები ამ ეტაპზე შეჩერებულია. ადგილზე სამშენებლო ფირმის ენერგიის წარმომადგენლები არ გაგვხვდნენ, თუმცა სამუშაოების შეჩერების მიზეზად სატელეფონო საუბარში ისინი პროექტში ცვლილებებს ასახელებენ. დაანებენ, რომ მშენებლობის პროცესი ძალიან მალე განახილება. ადგილობრივები კი ფიქრობენ იმ შემთხვევაში, თუ საკურორტო სეზონის დასწრებამდე სასმელი წყლის ხარისხი არ განისწორდა, კურორტი პოტენციურ ტურისტთა კარგავს. წყალდაბინძურებული თუ არის ვარგისია, მე მგონი თავ შეიკავებენ. ჩამოსვლა. კვალიტეტურად არ ჩამოვა. ხალხმა დასაწყებად მოიგონა. სინათლეშიც მაგაზე ტიროდნენ და ზუზუნავდნენ დამსახურებლები, რომ წყალი არ აქვს ბორჯომელებსა და რიცხვად ცდილობდა მაგას გაუძლეოდა. რა თქმა უნდა, ნაკლებად იქნება, წყალი თუ კარგი არ არის. ამდენი წელიწადია მე ამ წყალს აკაცვავ და მე წყალს არ ავსვავ. თუ ჩამოვა დამსახურებლები, არ ჩამოვა. ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსახლეობის პროგნოზებს არ ეთანხმებიან. ამბობენ, რომ ბორჯომში საკურორტო სეზონი არ ჩავარდება და სასმელი წყალი ზაფხულში მართალია გრაფიკით, მაგრამ მაინც იქნება. დაგიწყოთ რომ არ გონია, ძალიან დიდი გავლენა იქონიოს დამსახურებულ თემებიანაც. დავიწყოთ რომ წეს პირდაპირ უკეთესი წყალი იქნება, ვიდრე იყო შარშან. შარშან საკმაოდ დიდი რაოდენობა ჰქონდა მოსახლეობის, საკმაოდ დიდი ნაკადი იყო ტურისტების. გაცილებით მეტი ვიდრე გასულ წელს და იმ წყალს არ შეუშვია იმ პერიოდში საკმაოდ ისეთი ძალიან ხელი ამ საკურორტო სეზონის ჩავარდაზე და ამიტომ ვფიქრობ რომ წელს გაცილებით უკეთესი წყალი იქნება და ამის გამო არ ამბობენ რომ მშენებელ ბორჯომში არ იყოს. აბლაკურა დამსახურებული ბორჯომში და შეუშლის თუ არა საკურორტო სეზონის დაწყებას ხელს უხარისხო სასმელი წყალი ეს სულ მალე გამოჩნდება. ცნობილი გახდება ისიც გაგრძელდება თუ არა წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბორჯომში ცხოვრობებს დასასმელი წყლის ნადენი კონკრეტული პროექტი მოუწევთ.